ამჟამად თბილისში მიმდინარეობს სოფლიო ბანკის სპეციალისტებთან ერთად ჩვენი საქართველოს საპენსიო ფონდის მენეჯმენტის შეხვედრა, სადაც სოფლიო ბანკის სპეციალისტები რამპის პროგრამის ფარგლებში გვიზიარებენ მათ გამოცდილებას რისკების მართვის თანამედროვე გამოცდილების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის ეფექტური მართვისთვის და იმისათვის, რომ შეიძლება მაღალი შედეგები იქნეს მიღწეული ჩვენი დამზოგველებისათვის, რომელთა რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, დაახლოებით 1.5 მილიონი მონაწილეა საპენსიო ფონდში და ვფიქრობთ, რომ ასეთი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის და მონაწილეთათვის საპენსიო ფონდისა და ასევე მენეჯმენტისათვის საპენსიო ფონდის. The purpose of this week's mission here is to talk about risk governance. How does that work in the context of building portfolios that are resilient, that they can meet their investment objectives and secure pension benefits for their beneficiaries in the long term. The RAMP program at the World Bank Treasury is a community of practitioners. We have several different public asset managers as part of our community between central banks, public pension funds, sovereign wealth funds, and international finance organizations. It's really built on a concept that we're sharing our knowledge. It's a training, investment management process, but also brings a lot of the networking and peer-to-peer sharing of the knowledge. სოფლიო ბანკის ექსპერტები გვეწვევდნენ და შეხვედრები გაიმართა საინვესტიციო და რისკების თანამშრომლებთან ერთად რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მსგავსი ტიპის პროგრამებში მონაწილეობა საშუალებას გვაძლევს ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და თვითონ გვქონდეს მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკები.